Გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა წამებში შეერყია ფინანსური სისტემა. მილიარდობით დოლარი აორთქლა და მსხვილი კომპანიები მუხლებზე დაეცნენ. კრიზისი შეეხო სპორტსაც, განსაკუთრებით კი ყველაზე მძაფრად ფორმულა 1-ს. შეჯიბრებას, რომელიც ცნობილია თავისი ბრწყინვალებით, სისწრაფით და ტექნოლოგიური სრულყოფილებით. როდესაც პადოქში მილიარდები ტრიალებდა, უცებ დადგა მომენტი, როცა გუნდებმა იძულებით დაიწყეს ბიუჯეტის შემცირება. სპონსორები გაქრნენ, ზოგმა კარი სამუდამოდ დახურა. ამ ქაოსში ახალი ბრძოლა დაიწყო, არა მხოლოდ ჩემპიონობისთვის, არამედ გადარჩენისთვის. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გუნდი იყო Honda. იაპონელმა 2006 წელს შექმნეს მთლიანი ქარხლური გუნდი, მაგრამ დიდი რესურსებით მათ მაინც ვერ შეძლეს კარგი რეზულტატების მიღება. თუ მათ პირველ სეზონში ერთხელ მაინც აღნიშნეს ჯენსონ ბატონის გამარჯვება უნგრეთის გიჟურ გრან-პრიზე, 2007 წელს თავი უკვე მხოლოდ ბოლიდის ვიზუალით დაგვამახსოვრეს, რომელზეც დედამიწის გამოსახულება იყო დატანილი. Honda-მ ვერ გაუძლო ბრიჯტოუნის საბურავების გადასვლას და ძლივს აჯობა თავის უმცროს გუნდს Super Aguri-ს. იმისთვის რომ რამე შეეცვალათ, Honda-მ მოიწვია როს ბრაუნი, რომელიც Ferrari-დან შუმახერთან ერთად წავიდა და ერთი წელი ისვენებდა. ბრაუნმა მაშინვე დაიწყო კოლექტივში სიტუაციის დალაგება, მაგრამ ნათელია რომ რამდენიმე თვეში გუნდის დალაგების ძალა არავის არ შესწევს. ამიტომაც მათ 2008 წლის სეზონი შეწირეს მომავალ წარმატებებს. ეს ყველასთვის ნათელი იყო გარდა თვითონ კომპანია Honda-ს. მომენტალური პროგრესისა და მარკეტინგული უკავშირის არ ქონის გამო, რაცაც თან ერთოდა მსოფლიოში განძვიფრებული ეკონომიკური კრიზისი, Honda-მ გადაწყვიტა ფორმულა 1-დან წასვლა. და ჩემი აზრით, სწორედ აქ დაუშვა Honda-მ გამოუსწორებელი შეცდომა. დღეს მე მოგიყვებით ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთ ლეგენდარულ გუნდზე, რომელსაც Brown GP ერქვა. თქვენ უყურებთ Paddock Memories, ასე რომ დავიწყოთ. 2008 წლის ბოლოს Honda-ს მმართველებმა ოფისში გამოიძახეს როს ბრაუნი და მისი მოადგილე ნიკ ფრაი, სადაც განუცხადეს, რომ წყვეტდნენ საბოლოო პროგრამას. იმის მიუხედავად, რომ ბრაუნი მხოლოდ 1 წელი იყო გუნდში, ის უკვე კარგად იცნობდა მთელი ინფრასტრუქტურას და ბევრი რამ სწორ მხარეს შეცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ შემდეგი წლიდან ფორმულა 1-ში იცვლებოდა ტექნიკური რეგლამენტი, ბრაუნი ხვდებოდა, რომ Honda-ს ძალიან დიდი შანსი ჰქონდა, მაგრამ იაპონელები აზრის შეცვლას არ აპირებდნენ. 2008 წლის 5 დეკემბერს კი ოფიციალური განცხადება გააკეთეს, სადაც ამბობდნენ, რომ ისინი ტოვებდნენ ფორმულა 1-ს. იმ დროისთვის 700 თანამშრომელი შესაძლოა თამაშგარეთ დარჩენილიყო და ნებისმიერ მომენტში მიიღოთ განთავისუფლების წერილი. მაგრამ ბრაუნს იმდენად სჯეროდა წარმატების, რომ არ უნდოდა ყველაფრის წყალში გადაყრა და გუნდის დაშლა. დასაწყისისთვის მან თხოვა ყველას, რომ გაეგრძელებინათ მოსამზადებელი სამუშაოები შემდეგი სეზონისთვის და დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ გუნდს ეცოცხლა. ფრაისთან ერთად ბრაუნმა დაიწყო Honda-სთან მოლაპარაკებები, რომ გუნდი შეესყიდათ. იაპონელები ყველანაირად დაეხმარნენ მათ. Honda-მ ყველაფერი გადასცა ბრაუნს. მთლიანი აღჭურვილობა, 2008 წლის დარჩენილი ბიუჯეტი და ასევე დამატებით 50 მილიონი დოლარი ხელფასებისთვის. ამ ყველაფერთან ერთად იაპონელებმა ბრაუნს გუნდის სიმბოლურ 1 ფუნტ სტერლინგად მიყიდეს. იმის გამო რომ Honda ქარხნული გუნდი იყო, კოლექტივი ძრავის გარეშე დარჩა. ბრაუნი მაშინვე Ferrari-სთან მივიდა და მოლაპარაკება დაიწყო ძრავის შეძენის თაობაზე. მაგრამ ასევე შტუტგარტში ჩავიდა და Mercedes-თან მოლაპარაკება დაიწყო, რათა სათათარიგო გეგმაც ჰქონოდა. ინჟინერების თქმით, ყველა ფიქრობდა, რომ ისინი სკუდერიას ძრავებს გამოიყენებენ, მაგრამ დრო გადიოდა, პასუხი კი არ იყო. შობის მოახლოებისას ბრაუნმა თავის გუნდს საჩუქარი გაუკეთა და Mercedes-თან ხელმოწერილი კონტრაქტი მოიტანა. Ferrari-ის და Mercedes-ის ძრავები ძალიან გასხვავდებოდნენ Honda-s ძრავებისაგან. ამიტომაც შედარების შემდეგ გადაწყვიტეს Mercedes-ის ძრავის არჩევა, რადგან ბოლიდისთვის მორგება უფრო გაადვილდებოდა. ინჟინერებს მოუწიათ ბოლიდის ჩონჩხის შემცირება 15 სანტიმეტრით და სიჩქარეების კოლოფის მთლიანად შეცვლა. ზომების შესვლის გამო უკანა დაკიდების სისტემა აწიეს მაღლა. ასევე წონის და რეგულირების მიზნით მოუწიათ სისტემა კერსზე უარის თქმა. რომ იცოდეთ, სისტემა კერსი არის MGU-K-ის წინაპარი, რომელიც თანამედროვე ბოლიდებში გამოიყენება. ტექნოლოგიის, რომელზეც წინა ვიდეოში ვისაუბრეთ. აღწერაში დაგიტოვებთ ლინკს, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ თანამედროვე ტურბო ერაზე. 2009 წლის რეგლამენტის მიზანი იყო გაეზარდათ გადასწრების რაოდენობა ჭუჭყიან ჰაერთან ბრძოლით. ამისთვის ინჟინერებს აიძულეს უარი ეთქვათ აეროდინამიკურ პატარა ელემენტებზე, გაემარტივებინათ წინა ფრთების კონსტრუქცია, უარი ეთქვათ ზოლიან საბურავებს და გადასულიყვნენ სლიკებზე, დაემატებინათ აქტიური ელემენტები, რომლებსაც პილოტები გამოიყენებდნენ და უკანა დიფუზორი მთლიანად შეეცვალათ. ვინც არ იცით, დიფუზორი არის ჰაერის გამანაწილებელი და გამოფართოებელი სისტემა, რომელიც ბოლიდს უკანა ქვედა ნაწილში მდებარეობს. და ზუსტად უნიკალური უკანა დიფუზორი გახდა Brown GP-ის საიდუმლო იარაღი. თვლი რომ ყველას უნდა გვესმოდეს, რაში მდგომარეობს ბრაუნის გადაწყვეტილება. ფიზიკის გარეშე ამ ყველაფრის გაგება ცოტა რთულია. ვეცდები მარტივად აგიხსნათ ყველაფერი. ამ ყველაფრის საფუძველში არის ვენტურის ეფექტი, რომელიც ამბობს, რომ როდესაც სითხიან აირი მიედინება მილის შევიწროებულ ნაწილში, მისი წნევა იკლებს. წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ბოთლის ფორმის მილი, რომელსაც შევიწროებული თავი აქვს. თუ
თუ ამ მილში ჰაერს გავატარებთ, წესის თანახმად ჰაერის ნაკადს, რომელიც შევიწროებულ ნაწილში იქნება, ექნება მეტი სისწრაფე და ნაკლები წნევა, ვიდრე ფართო ნაწილში. ჩვენთვის მთავარია, რომ იმ ადგილას, სადაც დაბალი წნევაა, იქნება ვაკუუმი, რაც ყველაფერს ისრუტავს. ეს მილი რომ ბოლიდს შევადაროთ, ვიწრო ნაწილი არის ბოლიდის ქვედა მხარე, ფართი ნაწილი კი დიფუზორი. ყველა გუნდის მთავარი მიზანია ბოლიდი ისე ააწყოს, რომ მას რაც შეიძლება დიდი დაწოლის ძალა ჰქონდეს, რათა მოსახვეები მარტივად გაიაროს. ამისთვის აუცილებელია, რომ ბოლიდის ქვემოთ შეიქმნას ვაკუუმი, რომელიც ბოლიდს მიიზიდავს მიწისკენ. მაგრამ ინჟინერებს არ შეუძლიათ ყველაფერი ისე დააპროექტონ, როგორც მათ სურთ. რეგლამენტში ზუსტად არის გაწერილი დეტალების მინიმალური და მაქსიმალური ზომები. 2009 წლის რეგლამენტში დიფუზორსაც ჰქონდა შეზღუდვა. მაქსიმუმ სიგანეში ის უნდა ყოფილიყო 1 მეტრი, სიმაღლეში 175 მმ და სიგრძეში 350 მმ. უმეტეს გუნდებს დიფუზორების ზომები ზუსტად ასე ჰქონდათ გაკეთებული. მაგრამ რეგლამენტში არაფერი იყო ნათქვამი დიფუზორის ზემოთ მდებარე ადგილზე. როდესაც სხვა გუნდებს ამ ადგილას სიცარიელე ჰქონდათ, ბრაუნის, ტოიოტას და ვილიამსის ბოლიდებზე მეორე დამატებით დიფუზორი იდგა. ამ ყველაფრის გამო მას ორმაგი დიფუზორი შეარქვეს. წესით ამ ადგილში ნათურა უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეგლამენტი არ კრძალავდა ამ ყველაფრის აეროდინამიკურ გამოყენებას. 2009 წლის 5 მარტს გუნდი ოფიციალურად გადავიდა როს ბრაუნის მფლობელობაში. საჭირო იყო სახელის მოფიქრება. გავრცელებული ჭორის თანახმად, ბრაუნს თვითონ არ მოუფიქრებია გუნდის სახელი. მადლიერმა თანამშრომლებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ გუნდისთვის ბრაუნ ჯიპი დაერქმიათ. ბრაუნის თქმით, მან ეს შეიფერა. მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებული იყო. ეს კი ნიშნავდა, რომ დადგა დრო BGP-001 ტრასაზე გასულიყო. რესურსების დეფიციტის და ძრავების მიწოდების პრობლემის გამო გუნდმა ზამთრის ტესტებზე დააგვიანა. იმ დროს, როცა სხვა გუნდებმა 1000 კილომეტრი გაიარეს, ჯენსონ ბატონმა პირველად გამოიყვანა ბოლიდი სილვერსტოუნში და უბრალოდ მისი სამუშაო შესაძლებლობები შეამოწმა. რამდენიმე დღის შემდეგ კი BGP-001 ჩავიდა ბარსელონაში და შეძრა ფორმულა 1-ის მთელი პატოკი. ტესტებით ბრაუნის გუნდმა გააუცა კონკურენტები, მაგრამ როცა ავსტრალიაში ყველა სავარჯიშო სესიაში ისინი ლიდერობდნენ და კვალიფიკაციაშიც პირველი რიგი დაიკავეს, ყველა მიხვდა, რომ მათი სწრაფი ტემპი რეალური იყო. ეს იყო სეზონის იდეალური დასაწყისი, მაგრამ რბოლის სტარტი ბარიკელომ გააფუჭა და პირველ მოსახვეში მასიური ავარიის მონაწილე გახდა. მას ძალიან გაუმართლა და მისმა ბოლიდმა კრიტიკული დაზიანებები არ მიიღო. იმის გამო, რომ ეს იყო პირველი იმ ბევრი ინციდენტისგან, რაც რბოლის დროს მოხდა, რუბინს ჰქონდა შანსი დაებრუნებინა საკუთარი დაკარგული პოზიციები. სებასტიან ფეტელსა და რობერტ კუბიცას შორის არც თუ ისე უმნიშვნელო და საკმაოდ სანახაობრივი ინციდენტი მოხდა. ისინი ერთმანეთს დაეჯახნენ, მაგრამ შეძლეს რბოლის გაგრძელება. იმის გამო, რომ ორივეს ბოლიდი დაზიანებული იყო, მათი ბოლიდები დაიმტვრა. რობერტი გამოეთიშა რბოლას. სებასტიანმა კი სადა ფინიშამდე მისულიყო, რათა მინიმალური ქულები მაინც აეღო და მთლიანი წრე 3 ბორბლით გაიარა, რის გამოც რბოლის შემდეგ გერმანელი დააჯარიმეს 10 პოზიციის ჯარიმით შემდეგ რბოლაში. რედბული კი $50,000. როგორ ფიქრობთ? სწორი იყო თუ არა სებასტიან ფეტელის ბრძოლობა ფინიშამდე მისულიყო 3 ბორბლით. თუ გუნდმა უფრო სტრატეგიულად უნდა იფიქროს ასეთ სიტუაციაში. ავსტრალიის გრან-პრის მთავარი სკანდალი ჰემილტონსა და ტრულის შორის მოხდა, რის გამოც ჰემილტონმა დისკვალიფიკაცია მიიღო და ის ტყუილში დაადანაშაულეს. მაკლარენის სპორტული დირექტორი კი მაშინვე გაანთავისუფლეს. ამ სიტუაციას მომავალში ერთ-ერთ ვიდეოში აუცილებლად დაწვრილებით განვიხილავ. იმ ყველაფრის მიუხედავად, რომ ბარიკელომ დაკარგა პოზიციები, მისი კარგი ტემპის და კონკურენტების პრობლემების გამო მან დაიბრუნა ყველა დაკარგული პოზიცია და ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა. ბრაუნის გუნდმა სენსაციური სტარტი არანაკლებ სენსაციურ დუბლად გადააქცია. ეს მიღწევა შეუდარებელი იყო, რადგან ახალბედა გუნდებს ნახევარ საუკუნეზე მეტი არ ჰქონდათ მსგავსი რეზულტატი მიღწეული. ბოლო მსგავსი შემთხვევა იყო, როდესაც რბოლა მოიგო ლეგენდარულმა პილოტმა ხუან მანუელ ფანხიომ 1954 წელს. მათ ეს ტემპი აუცილებლად უნდა შეენარჩუნებინათ და შემდეგ ეტაპზე მალაიზიაში ჯენსონს ახალი გამოწვევა ჰქონდა. მალაიზიის გრან-პრი გამოირჩევა ცვალებადი ამინდით. ამიტომაც პირობები ტრასაზე სულ იცვლებოდა. კვალიფიკაციაში ბატონი ისევ საუკეთესო იყო, მაგრამ სტარტზე მისი ბოლიდი უკვე ცუდად გამოიყურებოდა. ამ მომენტით ისარგებლა როსბერგმა და წინ გაიჭრა. შემდეგ კი ბრიტანელს ტრულიმ და ალონსომაც გადაუწრეს. რამდენიმე წლის შემდეგ ბატონმა გაახურა საბურავები და სწრაფი ბოლიდის ხარჯზე ნენელა დაიწყო პოზიციების დაბრუნება. მაგრამ გარდამტეხი მომენტი მე-18 წრეზე მოხდა, როდესაც გაწვიმდა. ჯენსონის ერთ-ერთი მთავარი ძალა მდგომარეობდა იმაში, რომ მას შეეძლო სწორ დროს გადასულიყო საწვიმარ საბურავებზე, ან პირიქით. ამ ყველაფრის გამო მას არაერთხელ მიუღწევია კარგი რეზულტატებისთვის. როდესაც მისი კონკურენტები ვერ წყვიტავდნენ საბურავების რომელი კომპლექტი აერჩიათ, ჯენსონმა ლიდერობა მოიპოვა და არავის უთმობდა მას. 33 წრეზე კი რბოლა შეწყდა შეუჩერებელი წვიმის გამო, რის გამოც ჯენსონმა მოიპოვა მეორე გამარჯვება და მიიღო ქულების ნახევარი. იმ დროისთვის ფორმულა 1-ის ისტორიაში ეს იყო მეხუთე შემთხვევა, როდესაც პილოტებმა მიიღეს მხოლოდ ქულების ნახევარი. ბრაუნი კი გახდა ისტორიაში მეორე გუნდი, რომელმაც მოიპოვა პირველი 2 რბოლიდან 2 გამარჯვება. ბაჰრეინში ორივე ტოიოტამ მოახერხა და კვალიფიკაციაში პირველი ხაზი დაიკავეს. მაგრამ რბოლის დროს საშინელი სტრატეგიის გამო ტრუიმ და გლოკმა დაკარგეს დიდი დრო და თუ იტალიელი პოდიუმზე მაინც ავიდა, გერმანულმა ქულების აღებაც კი ვერ მოახერხა.
ბატონმა ადვილად გამოიყენა კონკურენტების პრობლემები და ისევ გაიმარჯვა. ნათლად ჩანდა, რომ წინა წლის ლიდერები ვერ დაიკავებდნენ თავიანთ ძველ პოზიციებს. შედარებისთვის, როცა ბრაუნში აღნიშნავდნენ მესამე გამარჯვებას, ფერარიმ მხოლოდ ახლა აიღო პირველი ქულები. ეს სიტუაცია ძალიან გავდა 1980 წლის სეზონს, რომელიც იყო ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონი სკუდერიას არსებობიდან. 1980 წელს ფერარის დაჭირდა 4 რბოლა, რომ რაიმე ქულა მაინც მოეპოვებინა. იმის მიუხედავად, რომ ახალი ანტირეკორდის დაყენებას გაიხსნენ, მათი ტემპი, როგორც სხვა გუნდების, ძალიან შორს იყო ბრაუნის ტემპისგან. ამ სიტუაციის გამოსწორებას ისინი ბარსელონაში შეეცადნენ, სადაც ტრადიციულად გუნდებს ბოლიდებისთვის განახლებები ჩამოაქვთ. მაგრამ რაც არ უნდა გაეკეთებინათ სხვა გუნდებს, ისინი ვერაფრით უწევდნენ კონკურენციას ბრაუნს და კონკრეტულად ჯენსონ ბატონს. მან არ დაუტოვა არანაირი შანსი მოწინააღმდეგეებს ესპანეთში. იმ დროისთვის მოქმედ ჩემპიონ ლუის ჰემილტონს გაუსწრო 1 წრით. მან გაანადგურა ფეტელი და ვებერი თურქეთში და ეს ყველაფერი დააგვირგვინა ფორმულა 1-ის მარგალიტ გრან-პრიზე მონაკოში და მოიპოვა უპირობო გამარჯვება. ასეთი რეზულტატებით ის გახდა მეხუთე პილოტი ისტორიაში, რომელმაც მოიგო 7 რბოლიდან 6. ის შეუერთდა ისეთ ლეგენდარულ პილოტებს, რომლებიც იყვნენ ალბერტო ასკარი, ხუან მანუელ ფანხიო, ჯიმ კლარკი და მიხაელ შუმახერი. და გასაკვირი არ არის, რომ ყველა მათგანმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა. თქვენი აზრით, ეს შესანიშნავი გამარჯვება იყო შეუდარებელი პილოტის შემოქმედება თუ უბრალოდ ძალიან მაგარი ბოლიდის? ვისი წილი უფრო მეტი იყო? სიხარულისგან ჯენსონს დაავიწყა პოდიუმისკენ წასვლა და თავისი ბოლიდით დატოვა დახურულ პარკში, რის შემდეგაც გვანახა ის ლეგენდარული გარბენი მთელ სასტარტო ხაზზე. ეს ყველაფერი გამოიყურებოდა მართლაც რომ სასწაულად. მაგრამ სეზონის პირველი მესამედის ბოლოს გამოჩნდა ძალა, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია ახალ ბედებს. ჩინეთის გრან-პრი იყო პირველი, როდესაც ბრაუნის პილოტებმა კვალიფიკაციაში პირველი 3 ადგილიდან ვერცერთი ვერ მოიპოვეს. Red Bull-ის პირველი პოლ პოზიცია ისტორიაში კი მოიპოვა 3 ფორბოლების ახალმა ვარსკვლავმა სებასტიან ფეტელმა. მისმა მეწყვილე მარკ ვებერმა კი ბოლო მესამემ დაიწყო. კვირას შანხაიში ამინდი რადიკალურად შეიცვალა. დაიწყო ძლიერი წვიმა. ეს ჯენსონის სტიქია იყო. ამიტომაც თითქოს და უნდა განმეორებულიყო მალაიზიის ისტორია, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მითამაშა უფრო დიდი როლი ჩინეთის გრან-პრის შედეგებში? Red Bull-ის სტაბილურმა სტრატეგიამ და იდეოლოგიამ თუ ბრაუნის გუნდის დაღლილობამ და შეცდომებამ. ბოლის სტარტი უსაფრთხოების მანქანის დახმარებით დაიწყო, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ სტარტზე პირობები არ გამოსწორებულა. ძალიან ბევრი შეცდომა, ავარია და რბოლის ნაადრევად დასრულება გვაჩვენა ჩინეთის რბოლა. მაგრამ პირველ 4 ხელს Red Bull-ის და ბრაუნის სახით ვერაფერი უშლიდა ხელს. ჯენსონი დაეწია თავის მეწყვილეს და გადაუსწრო მას, მაგრამ მის მეტი მას არაფერი შეეძლო. ხარები სულ სხვა ლიგაში აღმოჩნდნენ. ფეტელმა ჩაატარა იდეალური რბოლა და Red Bull-ის ისტორიაში მოიპოვა პირველი გამარჯვება. მარკ ვებერმა კი თავის ისტორიაში დააფიქსირა საუკეთესო შედეგი, მაგრამ ეს რეზულტატი საუკეთესო დიდხანს არ იყო. რადგან უკვე ნურბურგში, იმის მიუხედავად, რომ მას მიესაჯა ჯარიმა პიტლეინზე გავლის სახით, სტარტზე რუბინს ბარიკელოსთან შეჯახების გამო, მან მოიპოვა თავისი პირველი გამარჯვება კარიერაში. გერმანიის ვიკენდზე მარკმა გვაჩვენა ფენომენალური ტემპი. მარკისთვის ეს იყო 120-ე სტარტი. მან დაამყარა რეკორდი. ეს იყო ყველაზე მეტი რბოლა პირველი გამარჯვებამდე. ბრაუნში კი მეხუთე და მეექვსე ადგილებს დაჯერდნენ. სილვერსტოუნზე ხარებმა გააგრძელეს თავიანთი მოგების სერია. ვერავინ უწევდა მათ კონკურენციას. ამ დუელიდან კი გამარჯვებული გერმანელი იყო. ჯენსონმა კი მე-10 ადგილი აიღო. მე-10 ეტაპზე უნგრეთში ტემპს მოუმატა წინა წლის საუკეთესო გუნდმა მაკლარენმა. კონკრეტულად კი მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა. მან მაქსიმალური გამოწურა თავისი არც ისე სწრაფი ბოლიდიდან. გამოიყენა კონკურენტების შეცდომები და მოიპოვა გამარჯვება. სებასტიანს ჰქონდა გიჟური ტემპი, მაგრამ ტექნიკურმა პრობლემამ მას ხელი შეუშალა. ფერნანდო ალონსო კი, რომელმაც პოლ პოზიცია მოიპოვა, მექანიკოსებმა საბურავი კარგად არ დაუმაგრეს და ბოლიდს ბორბალი მოძრა. ბატონმა კი ჰემილტონთან თითქმის წუთი წააგო და მე-6 პოზიცია დაიკავა. ასეთი წარუმატებელი სერიის შემდეგ ბრაუნში მიხვდნენ, რომ მათი ზღაპარი სრულდებოდა და რამე უნდა მოემოქმედებინათ. და აი ამ დროს სცენაზე გამოდის ლეგენდარული გუნდის მეორე პილოტი რუბინს ბარიკელო. მართალია სეზონის პირველ ნახევარში რუბინს არ ჰქონდა საუკეთესო შედეგები, მაგრამ ის თავის საქმეს ასრულებდა. ის იღებდა საკმარის ქულებს იმისთვის, რომ გუნდს კონსტრუქტორის თასისთვის ებრძოლა. და ყველაზე ზუსტ დროს, როდესაც ჯენსონის რეზულტატები დაბლა დაეშვა და გუნდს ჭირდებოდა სიტუაციის გამოსწორება, ბარიკელომ აიღო ლიდერობა გუნდში და დაიწყო გუნდის მაღალ პოზიციებზე ამოწევა. ევროპის გრან-პრი, რომელიც ვალენსიაში ტარდებოდა, პირველი ხაზი მაკლარენმა დაიკავა. რუბინსი კი მესამე იყო. იმ მომენტში, როდესაც ჯენსონი ისევ კარგავდა პოზიციებს, ერთადერთი პილოტი, რომელსაც მაკლარენის ტემპში შეეძლო რბოლა, იყო ბარიკელო. იმ უიქენდზე ძალიან ცხელოდა და ხარებს ისევ ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც მოუწიათ ძრავის სიმძლავრის დაბლა დაწევა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არ დაეხმარათ. ფეტელის ბოლიდზე ძრავი დაიწვა და მას მოუწია რბოლის დასრულება.
ამ დროს ბარიკელო უკვე მეორე ადგილზე იყო და ცდილობდა ლუის დაწეოდა. სუფთა სისწრაფით ბრიტანელი უფრო სწრაფი იყო, მაგრამ ბარიკელოს შემთხვევა დაეხმარა. ლუისი შევიდა მის მეორე ბოლო პიტსტოპზე, მაგრამ რატომღაც მექანიკოსები არ იყვნენ მზად და საბურავები დაგვიანებით გამოიტანეს. ამ დროს ბარიკელო მიფრინავდა ტრასაზე და პიტსტოპის შემდეგ ლუისი მის უკან დაბრუნდა. ბარიკელომ ამ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მონზაში პოლ პოზიცია ისევ ლუისმა მოიპოვა. რუბინსი და ჯენსონი კი ბოლოს მეხუთე და მეექვსე ადგილებიდან იწყებდნენ. ბრაუნში ხვდებოდნენ, რომ სუფთა სისწრაფით ვერ გაიმარჯვებდნენ. ამიტომაც სტრატეგია შეიმუშავეს. მათ გადაწყვიტეს, რომ მთელ დისტანციას ერთი პიტსტოპით გაივლიდნენ. ამ ყველაფრის გამო ლუისის მეორე პიტსტოპის შემდეგ ის ბრაუნების უკან აღმოჩნდა. მას ჰქონდა ახალი საბურავები და არ უნდოდა კიდევ ერთი რბოლა წაიგო პიტსტოპის გამო. ამიტომაც მთელი ძალით ცდილობდა ბრაუნებს დაწეოდა. მაგრამ მან შეცდომა დაუშვა. ბოლიდზე კონტროლი დაკარგა და კედელს შეეჯახა, რის გამოც მოუწია რბოლის შეწყვეტა. ბარიკელომ ისევ მოიგო და ჯენსონის მეორე ადგილით მათ კიდევ ერთი დუბლი გაიფორმეს. სეზონის დასრულებამდე მესამედი იყო დარჩენილი და ამ დროს რესურსების უქონლობამ თავი გამოიჩინა. როცა ყველა სხვა ტოპ გუნდები ყველანაირად ცდილობდნენ თავიანთი ბოლიდები აეჩქარებინათ, ბრაუნები მხოლოდ მინიმალურ ცვლილებებს სჭირდებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რეზულტატებზეც აისახა. ამიტომაც ჯენსონის და გუნდის მთავარი მიზანი იყო როგორმე შეენარჩუნებინათ ლიდერობა. სეზონის ბოლო ნაწილი ბრაუნისთვის დაიწყო საშინლად. ბელგიაში პოლ პოზიცია მოიპოვა ჯან-კარლო ფიზიკელამ, რომელიც Force Indias ბოლიდს მართავდა. ეს გუნდი არ იწერებოდა ლიდერების სიაში, მაგრამ განახლებების შემდეგ მათი სისწრაფე ცოტათი გაიზარდა და იმის გამო, რომ ჯენსონმა პირველი წრის შემდეგ რბოლა ნაადრევად დაასრულა, რადგან რომან გროჟან შეეჯახა და ლუის ჰემილტონი კი ხაიმე ალგესუარის და დაამტვრია საკუთარი ბოლიდი, Force Indies გამარჯვების შანსმა მოიმატა. მაგრამ თითქმის უკონკურენტოდ დარჩენილი ფერარი, რომლის სათავეში კიმი რაიკონენი იყო, პოულობს ტემპს და უსაფრთხოების მანქანის გასვლის შემდეგ უსწრებს ფიზიკელოს. ეს რბოლა მოიგო კიმიმ. ეს იყო მისთვის და ფერარისთვის პირველი და ბოლო გამარჯვება 2009 წლის სეზონში. რას ფიქრობთ, რა იყო სეზონის ყველაზე გადამწყვეტი მომენტი ბრაუნისთვის? სინგაპურში ლუის ჰემილტონი შეუჩერებელი იყო. ჯენსონი კვალიფიკაციაში პირველ ათეულშიც კი ვერ მოხვდა. ბარიკელომ კი 5 პოზიციის ჯარიმა მიიღო სიჩქარეების კოლოფის შეცვლის გამო. როგორც იქნა, მაკლარენში არ დაუშვეს სტრატეგიული შეცდომები და ლუისმა ეს რბოლა მოიგო. ბრაუნებმა კი შეძლების დაგვარად დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანეს და რამდენიმე ქულა მოიპოვეს. სეზონის ბოლომდე 3 რბოლა იყო დარჩენილი. ჩემპიონობის შანსი კი მხოლოდ 3 პილოტს ჰქონდა: ჯენსონ ბატონს, რუბინს ბარიკელოს და სებასტიან ფეტელს. კონსტრუქტორის თასში კი 2 გუნდი იყო პრეტენდენტი: Brown GP და Red Bull. თუ ხარებს გამარჯვება უნდოდათ, მათ შეცდომის უფლება არ ჰქონდათ. როცა ბრაუნებს უბრალოდ მინიმუმამდე უნდა დაეყვანათ დანაკარგები. იაპონიაში პოლ პოზიცია მოიპოვა სებასტიანმა. მისი მეწყვილე კი რბოლას პიტლეინიდან იწყებდა. ეს ამბავი ძალიან კარგი იყო ბრაუნისთვის, რადგან მათ მეხუთე და მეშვიდე ადგილები დაიკავეს კვალიფიკაციაში. შემდეგ კი 5 პოზიციის ჯარიმა მიიღეს ყვითელი დროშების იგნორირებისთვის. სებმა ეს რბოლა უპრობლემოდ მოიგო. ვებერმა კი ტექნიკური პრობლემების გამო მაღალი პოზიცია ვერ დაიკავა. ბრაუნებმა კი ქულების ზონის ბოლო 2 პოზიცია დაიკავეს. შემდეგ გრან-პრიზე ბრაზილიაში სრული ქაოსი იყო. კვალიფიკაციის პირველ სეგმენტში გამოვარდნენ 9 სხვადასხვა გუნდის პილოტები. ერთადერთი გუნდი, რომელიც მესამე სეგმენტში 2 პილოტით გადავიდა, ვილიამსი იყო. რბოლის დროს სრული შეეჯახა ადრიან სუტელის, რის გამოც დაკარგა კონტროლი და ალონსოც გამოდიშა რბოლიდან. ეს სიტუაცია ჯენსონისთვის და სებისთვის ძალიან ხელსაყრელი იყო. ისინი მაშვენით დაწინაურდნენ 3 პოზიციით. კავლაინენმა პიტსტოპის დროს დაუშვა შეცდომა და ბოქსებიდან საწვავის მილთან ერთად გამოვიდა, რის გამოც საწვავი კიმი რაიკონენის ბოლიდს გადაესხა და ცეცხლი გაუჩნდა. უსაფრთხოების მანქანის გასვლის შემდეგ ჯენსონმა დაიწყო კონკურენტების გადასწრება. ჯერმან რომან გროჟანს გადაუსწრო, შემდეგ კაზუკი ნაკაჯიმას, ამ ყველაფრის შემდეგ კი მის წინ მეორე იაპონელი აღმოჩნდა, კამუი კაბაიაში. პირველ წრეზე ჯენსონს არ გამოუვიდა მისი გადასწრება, მაგრამ შემდეგ წრეზე იგივე ადგილას მან მოახერხა და იაპონელს გადაუსწრო. ამ დროს ბარიკელომ ვერ გაუძლო ვებერის პრესინგს და ლიდერობა დათმო. ჰემილტონმა და ფეტელმა გადაწყვიტეს ალტერნატიული სტრატეგიის გამოყენება და მხოლოდ ერთ პიტსტოპზე შევიდნენ. ამიტომაც მათ კარგი პოზიციები დაიკავეს. ამ ყველაფრის გამო ჯენსონს ჯერ ჩემპიონობა გარანტირებული არ ჰქონდა, რადგან მისი პიტსტოპის შემდეგ ის ლუისის და სების უკან აღმოჩნდა. მაგრამ მისთვის გასახარად მსგავსი რამ მის მეწყვილესაც მოუვიდა. როდესაც ჰემილტონი ბარიკელოს უსწრებდა, მან შემთხვევით საბურავი დაუზიანა და ბარიკელოს დამატებით პიტსტოპზე მოუწია შესვლა. ფეტელი კი მეოთხე პოზიციაზე ზევით ვერ ავიდა. ეს ნიშნავდა, რომ ჯენსონი უბრალოდ უნდა მისულიყო ფინიშამდე, რაც მან რა თქმა უნდა შეძლო. არა მარტო მოაგებინა ბრაუნს კონსტრუქტორების თასი, არამედ თვითონაც გახდა მსოფლიო ჩემპიონი. გუნდი, რომლის არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. გუნდი, რომელსაც არ ჰქონდა გიგანტური ბიუჯეტი. თითქოს და აღსგა ფერფლისგან როგორც ფენიქსი. გააკვირვა და შეაყვარა ავტოსპორტის გულშემატკივრებს თავი. ამ გუნდმა მიაღწია ლეგენდარულ შედეგებს და საბოლოოდ გახდა ლეგენდარული მერსედესის საფუძველი, რომელიც დომინირებდა ჰიბრიდული ერის უმეტესი დრო. 2009 წლის სეზონი იყო დემონსტრაცია იმისა, რომ ფორმულა 1-ში ყველაფერია შესაძლებელი. სეზონის
ბოლო ეტაპზე აბუ-დაბიში გამარჯვება ისევ Red Bull-მა მოიპოვა და ამ ეტაპიდან Formula 1-ში დაიწყო ახალი ერა, რომელმაც უსასრულო ემოციები გვაჩუქა და რომელსაც მომავალში აუცილებლად განვიხილავთ. და ბოლოს, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იყო 2009 წლის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი? რამ განაპირობა ბრაუნის და ჯენსონის ასეთი წარმატება? აუცილებლად გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები.